დღეს სტუდიაში სასაუბროთ ჩემი კოლეგები, ჟურნალისტები მოვიწვიე, რეპორტიორები, რომელთათვისაც ომის გაშუქება მხოლოდ პროფესია არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა, რომ სამყარომ სიმართლე დაინახოს, მაშინ როცა ყველაზე მარტივია. ყველაფერი პროპაგანდამ გადაფაროს. ფრონტის ხაზთან ახლოს კამერა და მიკროფონი ხშირად ისეთივე სამიზნეა, როგორც სამხედრო ტექნიკა და ამ ომმა სამწუხაროდ უკვე წაიღო არაერთი ჟურნალისტისა და ოპერატორი, ზოგადად მედიის წარმომადგენლების სიცოცხლე. სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციის მონაცემებით უკრაინაში მუშაობისას მინიმუმ 22 მედიის თანამშრომელი დაიღუპა. ამავე პერიოდში 175-ზე მეტი ჟურნალისტი სხვადასხვა ტიპის ძალადობის და შევიწროების მსხვერპლი გახდა ან დაიჭრნენ. დაჭერით, გატაცებით დაწყებული დაბომბვის შედეგად დაზიანებამდე მისული. 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს, აი ხა ამით, დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესია და უკრაინისთვის ყოველდღიურობად იქცა ბრძოლა გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის. დღეს ჩემს კოლეგებს ვთხოვ გავიხსენოთ ომის პირველი დღეების ქაოსი და გაურკვევლობა, ის განცდა, როდესაც ისტორია შენს თვალწინ იწერება. გავიგოთ მათი პირადი გამოცდილება, რა ნახეს, რა გადაიტანეს, რა დარჩათ ყველაზე მძაფრ მეხსიერებად. ვისაუბროთ უკრაინელი ხალხის მედეგობაზე, იმ შინაგან ძალაზე, რომელმაც ნანგრევებს შორისაც კი სიცოცხლე და წინააღმდეგობა არ ჩააქრო. და რა თქმა უნდა გავიხსენოთ ქართველი მეომრების გმირობა, ადამიანები, რომლებმაც უკრაინის ბრძოლა საკუთარ ბრძოლად აღიქვეს. ეს იქნება საუბარი არა მხოლოდ ომზე, არამედ ადამიანებზე და სწორედ ასეთ დროს გვჭირდება ჟურნალისტები, რომ სიმართლე გადარჩეს და ისტორიას შემორჩეს. როგორც ხარ ჩემი კოლეგები, ნათია ტრაპაიძე, რატი მუჯირი არიან, დღევანდელი ეთერის სტუმრები. ორივეს კინაღამ წარმოწილად ხვდა ბედნიერება, თქო, პრინციპში ჟურნალისტისთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ესეთ მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება ხოლმე. ნათიაც და რატიც ორივენი გადამღებ ჯგუფებთან ერთად, ოპერატორებთან ერთად არაერთხელ იყვნენ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში, წინა ხაზზე. რატი საერთოდ ომის დაწყებამდე რამდენიმე დღითაც იქ ადრე იყო ზუსტად ფრონტის ხაზზე ნათიასთან ერთად და მოდით პირველ რიგში მინდა დავიწყოთ იმის გახსენებით, როგორ დაიწყო ეს ომი, თქვენ ხართ ამის თვითმხილველები. რა ვიცი, მოდი ნათია, შენ დავიწყოთ. ნათია ახლა დროების ჟურნალისტი, რატი მაშინ წარმოადგენდა დროებას და დროების და არა მარტო დროების გამოცდილების ნაწილადაც იქცა ეს მეხსიერება. კი, მადლობა. უკრაინა მართლა ემოციური რაღაცნაირი კავშირი მაქვს უკრაინასთან და ყველაფერს რაც ამ ქვეყანას უკავშირდება, ძალიან ემოციურია და ომის დაწყებას რაც შეეხება, ჩვენ 2 კვირით ადრე ვიყავით ჩასული, მაშინ ანუ ისე დაემთხვა 2022-ში იანვარშიც ვიყავი და თებერვალის დასაწყისში ჩავედით და ომი 22-ში არ დაწყებულა. ანუ გაცილებით ადრე დაიწყო უკრაინაში ომი და ეს 8 წელიწადი 2014-დან სულ საომარი მოქმედებები იყო იქ, სადაც ჩვენ ვიყავით დონეცკის ოლქში. და ის პერიოდიც, ანუ 22-მდე ისე მოვედით, რომ ყოველღამე რაღაც ხდებოდა. ანუ სიმშვიდე იმ რეგიონში არ ყოფილა არასდროს და 22-ის ღამე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ 24-ის ღამე, ანუ დღევანდელი ღამე, ყველა გვაფრთხილებდა ქართველი სამხედროები, ჯერ ხო ძლივს გამოგვაგდეს ავდეევკადან, ჩვენ ავდეევკაში ვცხოვრობდით, რომ რაღაცნაირად ახლოს ყოფილიყავით ხაზთან და აი ერთი კვირა გვახვეწებოდნენ, რომ გადითო, იმიტომ რომ ძალიან ძნელი იქნება, მე თქვენი აქედან გაყვანაო და კაი დავთანხმდით და გამოვედით ძალიან ისე რამდენიმე კილომეტრის დაშორებით სლავიასკში და 23-ში მთელი დღის განმავლობაში რატისთანაც, ჩემთანაც რეკავდნენ და გვაფრთხილებდნენ, რომ იქნებ მოშორდეთ საერთოდ დონეცკის ოლქს, იმიტომ რომ დღევანდელი ღამე როგორ იქნება, არ ვიცითო. ჩვენ რა თქმა უნდა ესე განსაკუთრებული ყურადღება არ მიგვიქცევია, მაგრამ მაინც რატი უფრო ფრთხილი იყო. მე გადავწყვიტე, რომ ის ღამეც ჩვეულებრივი იქნებოდა და რატი მაინც ზულა, რომ უფრო მხიზლად ყოფილიყავი. და დილით სადღაც 6 საათზე იყო უკვე ისეთი აფეთქებების ხმა, რომელიც ჩვენ სასტუმროსთან
ახლოც იყო და გამოვედით და ის პირველი დღე, ანუ მე მაინც მგონია რომ ის პირველი რამდენიმე დღე იყო პანიკა უკრაინისთვის, სანამ ის ყველა აზრზე მოვიდოდა რომ რეალურად რა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ხო წინასწარ გამოცხადებული ომის ქრონიკა იყო, ანუ აი ყველა რაღაცა რამდენჯერმე შეიცვალა, მაშინ თარიღი, ჯერ იყო 16 თებერვალი, მერე რაღაცა თითქოს გადავიდა, გადაიწია რამდენიმე დღე, მერე კიდე რაღაცა გადაიწია და ანუ სულ აი ამ გამოცხადებული ომის ქრონიკაში ცხოვრობდა უკრაინა. რა ყოველ დღე ელოდებოდნენ რომ რაღაცა მოხდებოდა და ის რაც მოხდა 24-ში, მე მგონი აი ყველა მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ რომ ერთდროულად ჩვენ დავდიოდით იმ დღეს შეთანხმებული გქონდა რომ რაღაცა ბაზაზე უნდა მივსულიყავით, სადაც უნდა გადავსულიყავით, იმიტომ რომ სკოლა დაიბომბა წინა დღეს. ну აი არ ვიცი მოდი ბარემ რატიმ გააგრძელოს ეს სიუჟეტი, იმიტომ ნათიამ დაიწყო და ერთად იყავით. კი, დილა მშვიდობის მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობა არ არის, აი ასე დაიწყო ჩემთვის ომი ქალაქ სლავიანსკიდან, უпростоრეთ სულ მასშტაბიანი ომი, თორე როგორც ნათიამ თქვა 2014-დან დაიწყო და ორი კვირით ადრე იმიტომ ვიყავით და იმიტომ გამიშვი, რომ ვინც თვალყურს ადევნებს ომებს ზოგადად ძალიან ცხადი იყო, რომ ეს ომი აუცილებლად დაიწყებოდა, იმიტომ რომ ერთი-ერთში მეორდებოდა ყველაფერი, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა. დაწყებული სამხედრო წვრთნებით, მაშინ კავკაზურ 2008 დამთავრებული ბელარუსში იყო და წვრთნები დამთავრდა, პირადი შემადგენლობა საზღვარგარეთ დატოვეს, განალაგეს პოზიციებზე, სამხედრო ჰოსპიტალი გაიშალა, ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ ომი დაიწყებოდა და ზუსტად აი ამ დროს, როცა ახლა მე აქ ვზივარ, ოღონდ 4 წლის წინ ვერთვებოდი სოფო ზურაბიან სლავიანსკის ცენტრიდან და მახსოვს სოფო მკითხა, რომ რამდენიმე სადაზვერვო სამსახურის საერთაშორისო აუცილებს ინფორმაციას, რომ ამაღამ დაიწყება ომიო და ქალაქში რა ხდებოდა. ეხლა სლავიანსკი ეხლა კი ყველა მიცის უკვე რომ პრინციპში ფრონტის ხაზია, მაგრამ ნუ უთხარით, რომ იდეაში არაფერი განსაკუთრებული ისეთი არ არის, უბრალოდ როგორც ხდება 2014 წლის მერე აქ ამ რეგიონში პოზიციებზე, რომელიც აქედან 10 კილომეტრში, 15 კილომეტრში, 20 კილომეტრშია, მუდმივად არის გახშირებული დაბომბვები, კალიბრი გაიზარდა უბრალოდ, მათ შორის იყო ის კალიბრი, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით იქ არ უნდა ყოფილიყო და აი ეგეთი სიტუაცია აღწერი უბრალოდ და მე მართლა იმდენი ვანო ნადირაძემ დიდება მის ხსოვნას სადაც 12-ისკენ უკრაინსოით ამერიკა და მითხრა რომ იქნება ამაღამვე წამოხვიდეთო მე თქვენთვის აღარ მეცლებაო რა და მე ვთქვა რომ არ გამოვა ეგ ამბავი აქ ვართ და ნუ მართლა მე უსმენდი ნათეს თქვენ დაიძინდა და უსმენდი იმას ხო უსმენდი პუტინს და აი ეს სპეციალური სამხედრო ოპერაცია რო თქვა და მაშინ დაურეკე ნათეს მეთქი ავდექით პრინციპში 2 თუ 3 ჩართვა გავაკეთე აღარ მახსოვს და მე არ ვიცი როგორ დამთავრდით ამ ამბავზე მაგრამ ოფისში დავრეკე და თქვი რომ მე ცოტა ხანი აღარ ვიმუშავებ ლოჯისტიკას უნდა მივხედო სლავიანსკიდან გავიდეთ იმიტომ რომ სლავიანსკი მართლა რაღაცა 10-15 კილომეტრში არის დღემდე და ანუ ყველაზე კარგი ის არის რომ მას მე 4 წელი გავიდე და ეს 10-15 კილომეტრი სლავიანსკის აქეთ ვერ მოვიდნენ რა და გვინდოდა რომ იქიდან გამოსულიყავით პრინციპში კიევში სასწრულად დაახლოებით ის დრო დაგჭირდა რაც ნავარაუდევი იყო რომ კიევიდან დაცემულიყო ანუ კიევზატმიდნია რო იყო აი მაგ სამ დღეში უნდა აი ჩემი შემდეგი შეკითხვა უკავშირდება თქვენს მოლოდინებს იმ მომენტისთვის და შესაბამისად უკრაინელი ხალხის და საზოგადოების მედეგობის ფორმულას რა არის ესეთი როცა მართლა 3 დღის განმავლობაში ბოლოს და ბოლოს სოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ყველაზე ძლიერ სადაზვერვო ორგანიზაციებს ჰქონდათ ეს მოლოდინები და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ვიცით უკვე ეს საჯარო ეს ინფორმაცია, პირდაპირ თავაზობდა ზელენსკის და ეტოვებიან მისი ევაკუაციაზე იყო ლაპარაკი, რომ ჯარების გადაადგილება უკან მომხდარიყო, რადგან ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ პუტინი ამხელა ძალების კონცენტრაციის პირობებში ვერ შეძლებდა მიზნის მიღწევას. აი თქვენ იმის შემდეგ მაყურებელს შეხსენება არ ჭირდებათ, მაგრამ არაერთი რეპორტაჟი გქონდათ. იქიდან წლების განმავლობაში ჩადიოდით, ახლა რომ გქონდეს ამის შესაძლებლობა, ახლაც ამას გავაკეთებდით. მიუხედავად უზარმაზარი რისკის, ეს კიდე ცალკე თემა, რომელსაც თქვენ იღებთ ხოლმე საკუთარ თავზე ოპერატორებთან ერთად, მაგრამ რა არის ის ფორმულა აი უკრაინელებთან ურთიერთობის, სამხედროებთან, ხალხთან ურთიერთობის, რამაც აი ეს ისტორიული მაგალითი შექმნა შედარებით პატარა სახელმწიფოს ამ უზარმაზარ აგრესიულ ბარბაროსულ
კარგად შეიარაღებულ, ეკიპირებულ და დიდი უპირატესობის მქონე რუსულ სახელმწიფოსთან წინააღმდეგ. მე მგონია რომ უკრაინელებს სხვანაირი გაგება აქვთ სამშობლოსი და ეს სამშობლოს სიყვარული მე მგონია რომ ჩემგან განსხვავებული აქვს და მე ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ამ ხალხით, იმიტომ რომ გააზრებული აქვთ რომ უნდა იბრძოლონ თითოეული სანტიმეტრისთვის საკუთარი მიწის და სლავიანსკი მაინც მეტნაკლებად აი ცოტა უფრო რუსულენოვანი ქალაქია რა, დონეცკის ოლქის ქალაქია და რაღაცნაირად მე თვითონ პირადად მქონდა მოლოდინი იმისა, რომ აი ამ რაღაცა ვითომ სამხედრო ოპერაციის დაწყება სხვანაირად შეხვდებოდა იქ ცხოვრები ადამიანები. ადეკვატური მოლოდინი კი, მასაც ხო ეგონა, როგორც მინიმუმ არა უბრალოდ რუსულენოვანი, მაგრამ იცოდს ეთნიკურადაც გასული საუკუნის პირველ ნახევარში ეთნიკური ჩანაცვლების აქტიური პოლიტიკა მიდიოდა და ეს რეგიონები, სადაც უბრალოდ რუსები ჩაყავდათ რუსული რეგიონებიდან, ცენტრალური რუსული რეგიონებიდან და ასახლებდნენ პირდაპირ რუსებს. ხო და ანუ მე მქონდა მოლოდინი რომ რაღაცა აი უფრო მეტ ესე შეხვდებოდნენ ამ ვითომ სამხედრო ოპერაციას ლოიალურად ხო და არა საერთოდ ხო არ იყო ეგრე ანუ ადამიანთან ვისთანაც მივდიოდით რომ აზრი გაგვეგო ყველა ამბობდა რომ ეს პუტინს არ გაუვა ანუ რაღაცნაირად ეს ადამიანები ჯერ ხო ისედაც ამდენი წლის განმავლობაში შემზადებულები იყვნენ რომ ეს კულმინაციური მომენტი მათთვის დადგებოდა და ალბათ ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ რა უნდა გაეკეთებინათ ბევრი ადამიანი განსაკუთრებით მამაკაცები ოჯახებს გზავნიდნენ იმიტომ არ იყო საერთოდ ადგილი მატარებელში და ავტობუსში და იმაში უშვებდნენ ოჯახის წევრებს მეტნაკლებად რომ გაცლოდნენ აი ამ რაღაცა ხო დასავლეთ უკრაინაში და თვითონ რჩებოდნენ იმიტომ რომ იცოდნენ რომ უნდა მისულიყვნენ მოხალისედ ჩაწერილიყვნენ თუ უკვე ჩაწერილები არ იყვნენ იარაღი აეღოთ და ებრძოლოთ საკუთარი მიწისთვის და მე კიდე მგონია რომ აი ამ რაღაცა ბრძოლის უნარი ამ ხალხზე ძალიან დიდი გავლენა იქონია თავად პრეზიდენტმა იმიტომ რომ ნახეს რომ ზელენსკი ეს რაღაცა კლოუნი როგორც პუტინი ეძახდა ადამიანი დარჩა ქვეყანაში მიუხედავად იმისა რომ ის ხმები რომელსაც ავრცელებდა თავად კრემლი რომ გაიქცა ეს ქნა ის ქნა ეხლა კიევი დაეცემა აი ხვალ დაეცემა ჩვენ მაგალითად გზაში რო ვიყავით არ ვიცოდით კიევში რო ჩავიდოდით რა სიტუაცია დაგვხვდებოდა იმიტომ რომ მოსკოვში ის ხო ისეთი ინფორმაციები ვრცელდებოდა რომ მართლა ამის პროგნოზირება შეუძლებელი იყო და ეს ინფორმაცია რომელსაც ჩვენ ვკითხულობდით ის ადამიანებიც ხო კითხულობდნენ და შესაბამისად გარკვეულწილად აი ეს პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ აი, всё, დავთავრდა უკრაინისთვის ყველაფერი. მაგრამ როცა ნახეს, რომ მათი პრეზიდენტი სამხედრო ფორმა ჩაიცვა, პიჯაკი გაიხადა, ჩაიცვა ეს ხაკისფერი ტანისამოსი და თქვა, რომ მე არსად არ მივდივარ, ხალხო, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და დავიცოთ ჩვენი ქვეყანა მტრისგან. ამანაც ძალიან დიდი როლი იმუშავა. რატი შეიძლება დავამატებ? მე დავამატებ, რომ ის რამაც განაპირობა უკრაინის გადარჩენა არის ეროვნული სიჯიუტი. არიან საშინლად ჯიუტი ხალხი. და აი ამ წინადღეებში როგორც ნათიან კოხოვი ყავით იქ და ყველას რა თქმა უნდა მის უმეტესად აღმოსავლეთ უკრაინა იყო ფრონტთან ახლოს ყველას ვეკითხებოდი რომ რა მოლოდინი იქონათ აი დაიწყება და მოლოდინი იყო აი მაქსიმუმ რაც შეიძლება გააკეთონო ავიაცია დაამატონო და აი დონეცკის და ლუჰანსკის ოლქს არ გაცდება ეს ამბავიო ხარკივშიც კი რო ვიყავით ხარკივშიც კი მაგას ამბობდნენ რომ იმას არ გამოცდებაო ჩვენ აქედან დავაკვირდებით ისევ და რა დღეს ეს 50 ქალაქი დაიბომბა ერთდროულად ხარკოვი გახდა ხარკივი, ნიკოლაევი გახდა მიკოლაევი, კიევი გახდა კიევი, ლვოვი გახდა ლვივი და მან დამთავრდა რუსეთის ისტორია უკრაინაში. ნამდვილად აღმოსავლეთ უკრაინაში ამდენი ეთნიკური რუსი იმდენად არის, რამდენადაც ჰოლოდომორისთვის უბრალოდ უკრაინელები გაწყვეტეს და მერე ჩაასახლეს რუსები და კი ეთნიკური რუსები იყვნენ, თუმცა იმ ეთნიკურმა რუსებმაც, რომლებაც გაითავისეს რომ უკრაინის სახელმწიფოში ცხოვრობენ, იმუშავეს და იბრძოლეს უკრაინის სახელმწიფოსთვის. რა თქმა უნდა, იქ იყო რუსულენოვანი და დღემდე რჩებიან სხვათა შორის აი ამ ფრონტის ხაზზე, ვინც ელოდებიან განმათავისუფლებლებს და მე ვინც ტელეგრამ არხებს ადენებს თვალყურს კარგად იცის რა ბედი ეწევათ ხოლმე რუსები რო შედიან იქ. რა თქმა უნდა, ასეთებიც იყვნენ, თუმცა ასეთები ან მალევე გადავიდნენ რუსების მხარეს, ან საერთოდ რუსეთში გაიქცა. ის ვინც მათ შორის ეთნიკური რუსები ვინც იქ დარჩნენ, გაითავისეს, რომ უკრაინა არის სახელმწიფო და რაც თავარი აი ამ ბრძოლამ და ამ უკრაინელი ერი, როგორც პოლიტიკური ერი შვა. და დღეს
რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ სლავები არიან და ერთნაირები არიან, კი რა თქმა უნდა. ხო, ერთმოწმუნე, კი რა თქმა უნდა, სლავები არიან, ხა ამას არავინ არ უარყოფს და ჩვენ დროებაში ქონდა ძალიან კარგი რეპორტაჟი სლავური ავღანეთი დავარქვით ამ ამბავს. და ეს მოხდა გაიხსენო ამ ერთმორწმუნეების კონტექსტში, შენ ყავდა ჩაწერილი კონკრეტული დასახლების თავი, გამგებელი რომ დავარქვოთ ასე და მუზეუმის დირექტორი და ასე შემდეგ და რეებს ყვებოდნენ, აი ქალები, ასაკოვანი მამაკაცები, წამების რა მასშტაბები, ხა დეტალურად იმის გახსენებას კი არ ვამბობ, მაგრამ რამდენად გამძლე, მე რო უსმედი ამ ადამიანებს ასყვებოდნენ. ეგ ხომ თავისთავად ძალიან ემოციური და მატრამირებელი ისტორიებია, მაგრამ მახსენდებოდა ჩვენების ისტორიები, რომელიც ასევე არაერთხელ გაგვიმეორებია და აი მიჭირს ხოლმე ამების გამეორება და ხელახლა ჩვენება აფხაზეთში რა დამართეს ხალხს და როგორ იქცეოდნენ ისევ ზუსტად იგივე გააკეთეს უკრაინაში. ეს უკვე ზაპოროჟიეს ბარბაროსობის ხარისხი იზრდება პირიქით, მასშტაბებს იძენს უფრო და პირიქით და თან უფრო ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია ეხა ვიდრე მაშინ იყო და ამიტომაც კახუკის დამბის აფეთქების შემდეგ იყო ზაპოროჟიეს ოლქში ვიყავით, რასაც ჩვენ ყვები და სკოლის მასწავლებელი, დირექტორი იყო, რომელიც ისტორიის მასწავლებელი ამავდროულად და რომელიც ყვებოდა როგორ შეუერთეს დნკ-ებში, როგორ აწამებდნენ, რომ ამ კაცისგან ითხოვდნენ ინფორმაციას ერთი რომ სად არის უკრაინული ძალები და მეორე მოდი გადმოდი ჩვენ მხარეს და ჩვენ ყველაფერს ვიზამთ და ესე უნდა რომ ვის ხარეს გადმოვიდეთ, ჩემ სახლში ვარ, უკრაინაში ვარ, შენ მოდი აქ რაღაცა გაჭმევ, გასმევ, ოღონდ მოდი ხარ იარაღი. ამას გარდა ჩვენ იგივე რამაც პირველი შოკი გამოიწვია ამ ომის ჰუმანიტარული თვალსაზრისით იყო ბუჩა ირპინი, ხო? ბოროდიანკა, სადაც ასევე ვიყავით და იქაური ისტორიები უბრალოდ მართლა ის გათხრილი საფლავები და ხმამაღლა რომ ვერ მოიყოლება ისეთი ამბავია, იმიტომ რომ თუ კი რამე გაგვიგია ომის დანაშაული, დაწყებული არასრულწლოვანის გაუპატიურებით, დამთავრებული რაღაც პირდაპირ მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტით ხელებშეკრულის ქუჩაში, ყველაფერი იყო ამ პატარა დასახლებაში. და მთელი ცინიზმი, რაც რუსეთს ახასიათებს, არის იმაში, რომ ამ ბუჩას ამბავზე ამბობდნენ, რომ მიექვსის დადგმული იყო, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალაო. აი ამ ცინიზმის მერე საერთოდ რაზე არის ლაპარაკი? მაგის გაგრძელება კიდე ზელენსკიმ ომი როგორ ვერ აიცილა და თუმცა როგორ პროვოკატორები არიან ამ ხრივ და ეს პარალელები საქართველოს დღევანდელი ან ოცნების რიტორიკასთან იმდენად ჰარმონიზებული არის, რომ უბრალოდ მე არ მესმის არა მარტო სინდისისგან დაცლილია, არამედ ცოტა საღგონებაზე შერჩენილი ადამიანი ვერ ხვდებოდეს ამას ყველაფერს, მაგრამ ბოლოს რაზეც მინდა რომ თქვენი კომენტარი კი არა, თქვენი აზრი და მოსაზრება საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაუზიაროთ. ეს არის ქართველების როლი ამ ომსა და ბრძოლაში. გუშინ დროებაში ქონდა საკმაოდ ვრცელი ჩართვები გიორგი კუპარაშვილის, არჩილ ხოფერიასი, ირაკლი ქურასბედიანის, დღეს მამულაშვილის ყავდა ეთერში და სამწუხაროდ ვეღარ ვთავთ მანო ნადირაძის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური უბრალოდ რესპონდენტი კი არ იყო, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქართველების. ყველა ქართული ჟურნალისტის იმედი იყო, მაგრამ ძალიან სამწუხაროდ უკვე ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც შეეწირა ამ ბრძოლას და მათი мотиваციის, მათი შემართების, მათი სახელის შესახებ რა შეგიძლია გითხრათ, არა მარტო ის ჩვენ როგორ გვეხმარებოდნენ და გვეხმარებოდნენ, არამედ აი რა სახელი დატოვეს უკვე იქ დაღუპულებმა და როგორები არიან ქართველები უკრაინის ომში. არა, მე რო არაფერი არ თქვა, უკრაინის აი ამ რაღაცა ომის ისტორიაში ქართველები თავის ადგილს მიიჩენენ, იმიტომ რომ ყველა აბსოლუტურად სამოქალაქო თუ სამხედრო ყველა ლაპარაკობდა და ჩვენ გვეუბნეოდნენ, რომ ძალიან დიდი იყო წვლილი, რომელიც ქართველებმა გაიღეს უკრაინისთვის რა. ეს ოღონდ იმის კი არ იყო, დაბრუნება კი არ იყო რამის, რახან ისინი დაგვეხმარდნენ ჩვენ 2008-ში. არა, უბრალოდ ყველა აცნობიერებდა იმას, რომ მტერი არის საერთო და არა აქვს მნიშვნელობა ამ მტერს რომელ მოედანზე დაამარცხებ. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელებისთვის, რომ ამ შეგნებით იყვნენ ქართველები, სხვის ომში კი არ იყვნენ, თავის ომში იყვნენ და აკეთებდნენ ყველაფერს ისე, როგორც საკუთარ მიწაზე გააკეთებდნენ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ეს რა, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი შექება ქართველების, რომ რაღაცა გარკვეული წვლილი შეიტანეს უკრაინელი შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაშიც, კონკრეტულ ბატალიონებში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, მაგრამ მნიშვნელოვანი მაინც არის აი ეს რაღაცა შეგრძნება იმის, რომ სხვის ომში არ არიან. და ეს მორალური თანადგომა და მხარდაჭერა ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. ჩვენ თავად გვიგრძნია საკუთარ თავზე და ვიცით. და რატი შენც მინდა რომ ამასთან დაკავშირებით რამდენიმე სიტყვა თქვა, განსაკუთრებით
იმაზე საქართველოს მოქმედი მთავრობის პოზიციონირების ფონზე რამდენად ორმაგად კი არა 10-მაგად უფრო მნიშვნელოვანი არის ქართველი მეომრების წვლილი ისტორიული თვალსაზრისითაც. რომელიღაცა მორიგი ქოცური ბრიყული განცხადების პერიოდს დაემთხვა ჩემი უკრაინაში ყოფნის პერიოდი რა და თითქოს ომში არიან და არ უნდა ეცაოთ იმისთვის ქოცები რას ამბობენ, მაგრამ მოდებული იყო მთელს უკრაინას და ამ ხალხთან რო ხდებოდა ქართველი რო ვიყავი რო იგებდნენ მეუბნებოდნენ რომ არა ქართველი მებრძოლები ვინც აქ არიან არც კი ვიცი შენზე რას ვიფიქრებდი. და რომ არა ეს ხალხი ვინც აქ იცავენ საქართველოს სახელს არის ნამდვილად ის ხალხი ვინც საქართველოს სახელს იცავენ როგორც უკრაინაში ისე მთელ მსოფლიოში. ანუ უკრაინელები კარგად ხედავენ რომ საქართველო და მისი მოქალაქეები უკრაინის მხარეს არიან და რა თქმა უნდა ამ ომში უკრაინის გამარჯვებას უჭერენ მხარს და ამისი მთავარი ასე ვთქვათ სურათხატი არის ქართველი მებრძოლი რომელიც უკრაინაში არის დაწყებული გადამზადებიდან დამთავრებული FPV-ის დრონის პილოტებით. ანუ ყველა რგოლში არიან, ყველგან არიან, ფრონტზეც არიან, ბაზებზეც არიან, წვრთნებზეც არიან, ცაშიც არიან, ყველგან არიან ქართველები სხვადასხვა განაყოფებში როგორც უშუალოდ შეერაღებულ ძალებში, ასევე მოხალისეებში, ასევე საერთაშორისო ლეგიონში, ქართული ლეგიონი ძალიან ბევრი არიან და მათი მთავარი мотиваცია უკვე მეორე ეს როდესაც ჩვენ ქართველებს ვესაუბრებოდით ყოველთვის იყო საქართველო. იმიტომ რომ მათთვის ეს ომი არც 2022 წელს დაწყებულა, არც 2014 წელს დაწყებულა უკრაინაში, არც 2008 წელს დაწყებულა. ძალიან ბევრი ქართველი სამხედრო დღეს, რომელიც აფხაზეთის ომში 93 წელს იბრძოდა. შესაბამისად ძალიან მარტივია მათი мотиваციის გაგება. ადამიანი მთელი თავის ცხოვრება მებრძოლია, იარაღი უჭირავს ხელში, მისი მისია არის დაამარცხოს მტერი და ის ებრძვის მტერს ნებისმიერ მოედანზე, სადაც მას შეხვდება. დიდი მადლობა, მინდა გითხრათ, ამ შემთხვევაში უკვე მინდა გითხრათ ადამიანმა, რომელსაც ძალიან სანერვიულო და ძალიან დიდი განცდებია ყოველთვის, როცა პასუხისმგებლობას იზიარებ, როგორც ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ჟურნალისტებზე, გადამღებ ჯგუფებზე, რატი რო ყვება, რომ იქ არ ეძინა, ზუს აი აქ კონტაქტზე ხალხთანაც არ ეძინა კი ბატონო. მით უმეტეს სამომარ პირობებში რაიმე დისტანციურად კონტროლი საერთოდ შეუძლებელი არის და ამ ხელა პასუხისმგებლობას როცა მათ შორის თქვენ იღებთ თავზე მნიშვნელოვანია და ქართული აუდიტორიისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის არა მარტო რატის ნათიას თქვენი ოპერატორები, სხვა ჩვენი კოლეგების, მათ შორის ფორმულას თანამშრომლების, მთავარის, პირველის გადამღები ჯგუფების და სხვა ქართული მედია საშუალებების წვლილი ამაში. ჩვენ ყველანი არა მარტო ვართ მადლიერი იმისა, რაც გაუკეთებიათ ქართულ მედიას და ჟურნალისტებს, არამედ გულშემატკივრობთ იმას, რომ რისთვისაც ქართველი მეომრები უკრაინელების გვერდით იქ იბრძვიან, ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდა ჩვენ ამის გვწამს გვჯერა და ვიცით რომ ისინი ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის და უკრაინისთვის. მადლობა უთხრათ ჩემს კოლეგებს, გადაცემა დავასრულოთ აქ დავამთავროთ, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს უკვე 4 შაბათს, საქართველოს ოკუპაციის დღე არის, ეს არის დღე, რომელსაც იყო დრო, როდესაც ჩვენს ბავშვობაში მაგინდა ჩვენ გვაზე იმებდნენ. ისე როგორც დღევანდელი დღე 23-ია, ხო, ჯერჯერობით კიდევ არა, ესე იგი მამაკაცების როგორც 8 მარტი იყო ბაშკალებს, მამაკაცების და მახსოვს რომ ბიჭებს რაღაც საჩუქრებს გვიმზადებდნენ გოგოები სკოლაში, ხო? ანუ რატო? იმიტომ რომ წითელი არმიის დღე იყო. წარმოიდგინეთ, ესე იგი როგორი გამრუდებული და გაუკუღმართებულ პერიოდში ვართ გაზრდილები და კიდე გვიყვირს რომ ამ საზოგადოების ინფორმაციულ პროპაგანდისტული манипуლირება ასე არის შესაძლებელი. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ვართ ის თაობა, რომელიც გაგუზარდეს როგორც საბჭოთა მოზარდები და ახალგაზრდები და ამ თაობამაც და ჩვენზე ცოტა უფროსებმაც კიდეც მოიპოვეს ამ ქვეყნის თავისუფლება, შექმნეს სახელმწიფო ქართული, ახლა ამ სახელმწიფო სერიოზული პრობლემები აქვს, მაგრამ აუცილებლად დიდი გამარჯვებები გველის წინ.